ოსეთის სიმპტომები დაიწყო დაახლოებით 7 წლის წინ, როცა 14 წლის ვიყავი და დაიწყო ერთი ჩვეულებრივი დილა იყო, რაღაც ტელევიზორს უყურებდი და დაბუჟების შეგრძნება ვიგრძენი მარჯვენა ხელზე რა. და ეს დაბუჟების შეგრძნება მთლიან ტანზე ვიგრძენი რა შემდეგ რა. რაღაც თავის ტკივილის შეგრძნება იყო და რავი, რაღაც თავში გაწყვეტის, თითქოს ძარღვის გაწყვეტის შეგრძნება რა. და ამის შემდეგ მეტყველების უნარი დაუკარგე, 1-5 წუთის განმავლობაში საერთოდ ვერ ლაპარაკობდი და რასაც ვიძახდი, არასწორად ვიძახდი რა სიტყვებს. 5 წუთის შემდეგ ეს დაალაგდა რა, უბრალოდ თავის ტკივილი დამიტოვა და აკვიატებული ფიქრები რაღაცა 45-45-მდე უნდა დამეთვალა რომ რაღაცა წინააღმდეგ შემთხვევაში მეგონა რომ მოკუდებოდი ან გავგიჟდებოდი და ეს გრძელდებოდა დღეების განმავლობაში რა და ყოველ დღე ახალი სიმპტომი ემატებოდა მაგალითად რაღაცა შვიჯელ ფეხის გადადგმა სადღაც ოთახში რაღაცა წყლის დალევის დროს აუცილებლად 10 შემიძლია შემეხედა ჭიქის შემდეგ დამელია წყალი და ეგრე დაიწყო რა ისეთ ადგილას აი მეგობრებთან რო ვარ ხოლმე ზეითად ფიქრი მოდის არსაიდან რომ რაღაც შეიძლება ცუდად გავხდე რა ან გული ამიჩქარდეს ან რაღაცა და აი თუ მაგ ფიქრს ვემორჩილები აუცილებლად გული ამიჩქარდება აუცილებლად რაღაც უწნევა ამიტოს ცუდად გავხდები და შემდეგ სასწრაფოს ხარ და ვერაფერი ვერ მომშვიდებს ხოლმე